არ უნდა მიაფშვნიტო მთელი ფული რაღაც სისულელეში. ადამიანები უშვებენ ფინანსურ შეცდომებს და ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც უშვებთ ფინანსურ შეცდომებს. შენ ადამიანი ხარ? რა ფინანსური შეცდომა დაგიშვია შენ? ვიტრინა ბარბარიზმია? თვის კვარტლის არ ვიცი პერიოდის ხარჯები წინასწარ გაიაზრო და დაგეკმო. აი 1 საათი დაუთმო რა. შენ ამბობ რომ თვეში 1 საათი არის საკმარისი რომ წინასწარ მინიმუმ გათვალო შენი 1 თვის ხარჯები? სესხის პარალელურად დანაზოგის არსებობა პრობლემა არ არის და მოსულა. არ ტეხავს. მამაჩემის მანქანა დავამტვრია. ფასდაკლება არ არის იმისის წინაპირობა რომ რაც არ გჭირდება ის იყიდე. ბიუჯეტირება რანაირი სიტყვაა ვაფშე არავის მოსაწყენი სიტყვაა. ადამიანები უშვებენ ფინანსურ შეცდომებს. და ჩვენც ადამიანები ვართ და ჩვენც უშვებთ ფინანსურ შეცდომებს. შენ ადამიანი ხარ? ChatGPT მეგონა. ფინანსური შეცდომის დაშვება არ დაშვება და იდენტიფიცირება რა შეიძლება იყოს რა ფინანსური შეცდომა შეიძლება დაგვიშვია ჩვენ. ალბათ ძალიან საინტერესო უნდა იყოს ამაზე რომ ვისაუბროთ. რა ვისაუბროთ? მიდი. კარგი, რა ფინანსური შეცდომა დაგიშვია შენ? ეხლა ხომ მაგას ვაპარაკობ, ვერ ვიხსენებ რა ეგრე, ამე არ ვიღებ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და მაგიტო არის რა. არ არის შეცდომა. რომ გადახედო, რაში არ დახარჯავდი ფულს. მოკლედ, ჩემი ისტორია არის ეგეთი რა, რომ ბავშვობიდან, ანუ ძალიან დაადრეული ასაკიდან, რაღაც ჩემი საკუთარი შემოსავალი მქონდა. და ძალიან კარგად ვიცოდი ამ შემოსავლის ფასი და შესაბამისად როცა ფულის ხარჯვაზე მიდგებოდა საქმე ყოველთვის ძალიან დაკვირვებული ვიყავი ფულის ხარჯვის მომენტში რა აქედან გამომდინარე იმპულსურ გადაწყვეტილებას რა უცბად რაღაც ვიტრინაში ლამაზი მანქანა დავინახე და ეგრევე ყველაფერი ეგ კარგი შენიშვნა იყო ერთ-ერთი ისეთი ის იყო რა ქვია არ გამოიყენოს ის ბარბარიზმები რომელსაც იყენებ ხოლმე ხშირად შენ და კიდევ რომელი ბარბარიზმი ვიტრინაში ვიტრინას ნაცნობ რა უნდა ვთქვა ვიტრინა ბარბარიზმია კი და არ ყიდულობ ესეთ ნივთებს. ანუ ემოციურ გადაწყვეტილებებს არ იღებ ხოლმე ნივთებთან დაკავშირებით? ხო, ემოციურ გადაწყვეტილებებს არ ვიღებ ხოლმე ნივთებთან დაკავშირებით და მაგიტო ჩემ ცხოვრებაში ხარ რომ ფიქრობ რა, ეს ფინანსური შეცდომები, რისკები კი ამიღია, მაგრამ ისეთი რაღაცები არ მახსენდება, რაც ტკივნეულად მახსოვს. თუმცა ეხლა რა თქმა უნდა ყოფილა წვრილი შემთხვევები, რას გითხარი წერნა რომ აი, გულაობთ მიდი ბიჭები. და რაღაცები დამიხსნია. მაგრამ ეგ მეგონი არ არის ახლა მნიშვნელოვანი. ესეთი ხარჯები მე მგონი თვლადი ხარჯები არის, რომელთან მიმართებაში თუ რაღაცა განუსაზღვრელ რიცხვში არ გადადიხარ რა. ამიტომ არის ხოლმე რომ ერთ-ერთი კითხვა იყო სხვათა შორის თუ გახსოვს კიბერუსაფრთხოებაზე, როდესაც საუბრობდით, ბარათზე ყოველთვის კონდეთ რამდენიმე დღის სახარჯი ფული. კი ბატონო, მე ეგრე ვთქვა. ყველა სხვა დანარჩენი გადაიტანეთ სხვა ანგარიშებზე. იგივე შემთხვევისთვის ასევე გამოგადგებათ, რომ ის სხვა ანგარიშზე იქნება და ერთი ხელის გასმით შეიძლება ვერ დახარჯო ის თანხა, რომელიც იმ მომენტისთვის შეიძლება ემოციურად გინდოდა რომ იმპულსური ადამიანებისთვის კიდე რა ის არის რა ქვია არა, ოღონდ ესეც თქვა თული რეალობა არის. ემოციებში ვიხდით ფულს, ხო? ანუ შინაარსობრივად მოდი ესე რომ შევხედოთ, ემოციებში რო არ გადაიხადო ფული, ესე უნდა გადაიხადო. ხო, ანუ რა არის? ყველაზე დიდი ღირებულება რა არის? ყველაზე დიდი არ უნდა მიაფშვნიტო მთელი ფული რაღაც სისულელეში, მაგაზია ლაპარაკი რა, მაგას ლაპარაკობთ ეხლა. ჩვენ რა შეცდომებს უშვებთ? ჩვენ რა შეცდომებს უშვებთ? ყვავილები უნდა უყიდო და გაახარო სუნამო. რაღაცა ეგ ხო ემოციაა, მაგრამ კი, მე შეცდომებს უფრო დავარქმევდი იმ ხარჯვას, რომელთან მიმართებაშიც ხშირად ჩვენ თვითონვე არ გვინდა რომ პასუხისგებლობა ავიღოთ. ანუ აი მოგვიწია, ვალდებული ვიყავით, უნდა გაგვეკეთებინა, აბარა უნდა მექნა და ასე შემდეგ. ანუ არ ვარქმევთ რომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება. ანუ ჩვენ გვინდოდა და გავაკეთეთ. ხო, იძულებული იყავი რომ დაგეხარჯო. ამ შემთხვევაში მგონია რომ თვითონ შინაარსობრივად უკვე ის ემოციასაც კლავს რა. ანუ იმიტომ რომ თუ ვალდებული იყავი რომ გაგიკეთებინა, სულ თავის მართლებაში ხარ შენთან მიმართებაშიც კი.
თუ გადაწყვეტილებაა, მეორე დღეს შეგიძლია რომ შვიდად გააგრძელო ცხოვრება. კი, მაგრამ რამდენი გადაწყვეტილება მიგვიღია, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო ყველაზე მართებული. ამასთან დაკავშირებით ყველაზე ნაკლებად ვღელავთ, მაგრამ რაც ვალდებული ვიყავით რომ გაგვიკეთებინა და მე მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიმართლებთ მთელი ცხოვრება უტრირებული არის უკაცრავად. ეს არის რა, ანუ იმართულო შენ თავთან რომ აი რატო გავაკეთე ან რისთვის გავაკეთე. ერთ რაღაცას გეტყვი მაგასთან დაკავშირებით რა, ამ ემოციურ გადაწყვეტილებებზე თან ერთად ხელმისაწვდომობა გაქვს ძალიან სწრაფად ამ ფინანსებზე რა. ტელეფონში გაქვს ბარათზე გაქვს ფული და თუ რაღაც გინდა არ გაქვს შეგიძლიათ საკრედიტო ოვერდრაფტი რაღაცა მოკლევადიანის ესხი მიიღო ურწუჩი ხო და აი მოგინდა რაღაცა ყველაფერი გიწყობს ხელს იმაზე რომ ეგრევე დააწკაპო და იყიდო რა ეგ არის დღევანდელი სამყარო ეგრეა მოწყობილი რა ეგეთი სამხმარებლო რეალობაში ვცხოვრობთ მაგის გამოსავალი რომ აი მაგისგან თავი აირიდო რა ჩემი აზრით არის რომ თვის კვარტლის არ ვიცი რაღაც პერიოდის ხარჯები წინასწარ გაიაზრო და დაგეგმო აი 1 საათი დაუთმო რა ეგ მე მგონი გადაგარჩენს ზოგადად მომავალში ისეთი გადაწყვეტილებებისგან რომელზეც წეგან შელაპარაკავდი რომ მე არ მოგიწიოს თავის მართლება რა ანუ შენ ამბობ რომ თვეში 1 საათი არის საკმარისი რომ წინასწარ მინიმუმ გათვალო შენი ერთი თვის ხარჯები იცი რა არის შეიძლება ცოტა მეტი შეიძლება ცოტა ნაკლები გააჩნია მაგრამ მინიმუმ ალბათ 1 საათი გააჩნია სირთულეს და თანხას და სიტუაციის პირველად აკეთებ თუ მეათეთ ჩემთვის ახლა შეიძლება უფრო ნაკლები იყოს ეს აკეთებ ამ ბიუჯეტს მაგის გარეშე წარმოუდგენელია ცხოვრება მან არის ოღონდ რთულია რა დისციპლინას მოიწევს ხანდახან მეზარება კი, სხვათა შორის ვსაუბრობდით, მე და შენ ვსაუბრობდით, რომ იმაზე რომ დიეტაზე გადასვლას გავს ზუსტად ფულის დაგროვება. ზუსტად. ხვალ ორ შაბათს დავიწყებ და როგორც დიეტა არ არის ყველასთვის უნივერსალური, ანალოგიურად ეს წესები ყველასთვის გათხოვება. შენ უნდა მოირგო შენ თავზე. კი, ანუ რჩევის მიცემა შეგიძლია გარკვეული ჰინტები გათქვა, ანუ კონკრეტული რჩევები მისცე, რითი შეგიძლია რომ გაიმარტივო ცხოვრება, მაგალითისთვის რო ვთქვა, ანუ იგივე დიეტასთან მიმართებაში, რომ თუ მეტ სიმოძრავებ, შეგიძლია მეტი კალორია მიიღო. თან ასეთი რაღაცა. იგივე შეგიძლია რომ აქაც ესეთი მარტივი ჭეშმარიტებები ვთქვათ, რომელმაც შეიძლება მოგცეს საშუალება რომ გრძელვადიანი დისციპლინა შევიძინოთ ფულთან მიმართებაში და მეორე ნაწილი არის კიდევ რომ რაღაც გარკვეული მთავარი შეცდომები, რომელიც შესაძლებელია რომ თავიდან ავირიდოთ რა. ხო და აი მაგას ვამბობდი რა, ეგ რჩევა არ არის, ეს არის ალბათ მე ფინანსურ რჩევას არ ვიძლევით. არა, მე მგონი ახსნა არის უმთავრესი რომ მექანიზმი გაქვს მოსაფიქრებელი რა. აი და მაგ მექანიზმის ერთ-ერთ მომენტს ვამბობ რა, რომ შენ თუ თვის დასაწყისში დაჯდები და გაიაზრებ, რომ აი ამდენი მაქვს შემოსავალი ამდენი შემილია რომ დავხარჯო. აი ერთ-ერთი პოპულარული ლეგენდა, ურბანული ლეგენდა ხო არის რომ შემოსავლის 30% თუ 20% თუ რაღაც X% გადადე სეივინგზე. თუ ეხა არ ყავდი მინუსში თუ გადიხარ ყოველთვე რა ჩემ ფეხები უნდა გადადო არ გამოდის ეგრე მაგრამ რო დაჯდები და დაგეგმავ რა რაღაცნაირად რომ აი ტრანსპორტში ამდენს ხარჯავ, საკვებში ამდენს ხარჯავ, გართობაში ამდენს ხარჯავ რაღაცა გაუთვალისწინებელში ამდენს ხარჯავ რომ ერთხელ დავთვერი და მოვისრული პენსია. რა შემოსავალი ამაზე ყველაფერზე? ერთი ის არის ხო, ეგ ძალიან ყოველდღიური რეალობაა ბევრი ადამიანის რა. ბევრის რა, ანუ მოდი ესე ვთქვა, ძალიან ცოტა ადამიანი არის, რომელმაც შეიძლება თქვას, რომ იმაზე მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე უნდა რომ დახარჯოს. ხო, მე ეგეთ ადამიანს არ ვიცი. არ ვიცი. ვინმე იცნობთ ეგეთ ხალხს? გამოდან მე კიდია თვალით არ მინახავს ეგეთი ადამიანი მაგრამ ნუ მაგას თავიდან არის ეგეთი სიტუაცია რა რომ აი შემოსავალი ვარყოფნის განაზოგი ახსენე რა და მანდ მინდა რომ ერთი ესეთი კვერცხი ქათმის კითხვა დავსვა რა რომელიც უფრო პირველი არის სესხი თუ გაქვს და ყოველთვიურად თუ სესხში იხდი ფულს განაზოგი მაინც უნდა აკეთო კი უეჭველი სესხი აბარაში გჭირდება.
ეგეც ურბანული ლეგენდა არის, ხო, ლეგენდა არის, ხო. ბიჭო, ცოტა ისე ხე მე არ ვარ ექსპერტი მართლა, მაგრამ ჩემ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეტყვი რა, რომ კონტექსტს თუ გავიაზრებთ და ვიტყვით, რომ არის რაღაცა სესხი, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, გრძელვადიანია, რაღაც X%-ში გაგაღებული და კონკრეტული მიზნით, მაგალითად უძრავი ქონების შესაძენად. ეგ არის ერთი ისტორია, ერთი ფინანსური ამბავი, რომელზეც თავისი პლუსიც აქვს, მინუსიც აქვს, უძრავი ქონება ფასში იზრდება და ნუ ცალკე გასააზრებელი. ან იზრდება, ან არ იზრდება, მაგრამ შეიძლება იზრდება, შვეიცარიაში არ გაზრდილა მე მგონი უკანასკნელ პერიოდში. ხო, ინფლაციაზეა დამოკიდებული და ბევრაზეა დამოკიდებული. მეორე ნაწილი არის, რომ მან მეორე ნაწილიც ვახსენოთ რა, იპოთეკურ სასხთან დაკავშირებით. ხო, ბოდიში გაგაწყვეტინებ. იპოთეკურ სასხთან დაკავშირებით, როდესაც ვანგარიშობთ, ალტერნატივა რა გვაქვს. პირველი ალტერნატივა არის, რომ გაერთიანებული ოჯახი, ანუ რამდენიმე ოჯახი ერთ სახლში ცხოვრობს, რომელიც მერწმუნერო დისკომფორტი არის და ემოციური პრობლემის წინაპირობა შეიძლება იყოს ხშირ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში ეს მუშაობს და ძალიან კარგი არის. ამ შემთხვევაში შეიძლება რომ რაღაც დანაზოგზე გქონდეს აქცენტი გაკეთებული, რომ ზოგავ რომ უფრო უკეთესი გადაწყვეტილება მივიღო. მეორე არის ქირით გადახვიდე. ნუ ეგეც აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ ქირაში იხდი ფულს, თუ ვინა უნდა იყიდო და იქ გადაიხადო. აი, არის ხოლმე ესეთ შედარებებს აკეთებენ, რომ აი ყოველთვიური გადასახდელი უძრავი ქონება რომ ვიყიდო, იგივე მექნება, ვიდრე როგორც ქირა იქნებოდა. მან ხშირად ამ დაშვებებში არის ხოლმე, რომ ქირით ვიღებთ ხოლმე საუკეთესო ბინას და ვყიდულობთ შედარებით უფრო ნაკლებ. ზომის, ფორმის, უბანს და ასე შემდეგ. მაგრამ მანდაც მნიშვნელოვანი არის კითხვა, ეს არის თუ არა საბოლოო უძრავი ქონება. მაგალითად, ჩვენ ორი წლით რჩები თუ არა. ხო, 2 წლით ვიყიდეთ, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, 2 წელიწადში ცალსახად გვესმის, რომ სხვა ადგილას უნდა გადავპორტირდე და სხვაგან და სხვა ფართობი დაგჭირდება. მესამე საკითხი არის, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ისეთი აქტუალური, რა გადასახადები უწევს შენ საკუთარ ქონებას, რა მოვლის ვალდებულება გიჩნდება შენ საკუთარ აქტუალური ქონების გადასახადი. ხო, არ არის აქტუალური იმასთან მიმართებაში, როგორც უცხოეთში არის, ხო? კი ბატონო, ევროპა დონეზე ევროპაში ხო, აბსოლუტურად განსხვავებული არის. აქედან გამომდინარე, ამისი აწონვაც მნიშვნელოვანი არის, რომ იპოთეკურ სასხთან მიმართებაში, როდესაც საუბრობთ, ერთ რიცხვს არ უნდა მივაქციოთ. კი ბატონო, ეს რო არ ავაცილოთ ეხლა რა, ის წეღან რაც თქვით და შენი აზრიც მნიშვნელოვანია. დანაზოგი უნდა, ჩემი აზრით, თუ გაქვს შესაძლებლობა, თუ შეძლებ რომ რაღაც დანაზოგი კონდეს, სესხის პარალელურად დანაზოგის არსებობა პრობლემა არ არის და მოსულა. არ ტეხავს. გააჩნია კონტექსტ, გააჩნია სესხს, გააჩნია დანაზოგს. ასე ეგ არის გასათვალისწინებელი. სესხი წინაზე ბევრი ვილაპარაკეთ, რომ ფული ღირს რა, ანუ უფასო არ არის სესხი, ხო? ეგ უნდა გაიაზრო რა გიჯდება ის სესხი. დანაზოგს კიდე პროცენტი ერიცხება, გააჩნია რა ვალუტაში. უნდა გაიაზრო რა გერიცხება და ასე შემდეგ. ეს დანაზოგი სად უნდა დააბანდო? სად უნდა დააბანდო? იმ დანაზოგსაც ხო კითხვა არის რა, უბრალოდ დევს მიმდინარე ანგარიშზე თუ შემნახველზე დევს თუ ვადიანი ანაბარია თუ მერე კიდე რაღაც ინვესტიციებში აბანდებ, ბონდებში მიგაქან რაღაცა პოპულარულ აქციებს ყიდულობ, რომლის შესაძლებლობაც დღეს ხო ყველას გვაქვს. ან ვაფშე კრიპტოში გადაგაკეთე. მოდი, უფრო რო გავამარტივოთ ეს ნაწილი. მაგალითად, მოვყვებით ჩემი ისტორიას. პირველი ნაწილი იყო, ხო, შენი ისტორია ძალიან საინტერესოა. როდესაც სწორად რო ვახსენო, სადღაც 17-18 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. 19 წლის ასაკში და მუდმივად ეხა რა იყო შენი პირველი სამსახური? ჩემი პირველი სამსახური იყო ვიყავი შემფასებელი, ოქროს და ბრილიანტის შემფასებელი და მე სალონში ვიჭიქი. კი. კაი, რა საინტერესო ვიცოდით? და მე მქონდა ის ბედნიერება, რომ მუდმივად მშობლების მხარდამჭერა მქონდა სტუდენტობის პერიოდში. ყალბი ოქროებიც მქონდათ და კიდევ ოქროში გადახვეული სამაჯურები იყო, რომელიც ხშირად იყო მოთხოვნა, რომ გავჭრი შუაზე, რომ შიგნით ვნახო რა არის და ასე შემდეგ. აღმოჩნდებოდა რა უამრავი ნაწილი იყო. ბზარიანი ბრილიანტები და ასე შემდეგ რა.
ბზარიანი ესე ეძახდნენ თორე რეალურად ხარვეზი ქონა ანუ ალმასი იყო და არა ბრილიანტი ხო ანუ რომ მოუყვე ანუ მე მქონდა ის ბედნიერება რომ აი ის მინიმალური მოთხოვნები რაც მქონდა მუდმივად მშობლების იმედი მქონდა გასაგები სადაც 19 წლის ვიყავი როდესაც რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე რომ უარი მეთქვა მხარდაჭერაზე და მაშინ უკვე საკრედიტო მენეჯერი ვიყავი 19 წლის ვიყავი უკვე კი ხო და უარი მეთქვა მხარდაჭერაზე და რას ვიზავდი ჩემი შემოსავლებით ჩემი შემოსავლები ბევრი იყო დამთავრდა 2 კვირაში 2 კვირაში კი კაი ხანი გიყო ესეც ბიუჯეტირების წინაპირობა იყო და 2 კვირაში აღმოჩნდა რომ ოღონდ ეს ალბათ რაღაცა ტვინის ხაფანგი იყო იმიტომ რომ მუდმივად ვიცოდი რომ ანუ შიმშილით არ მოკვდებოდი შიმშილით არ მოკვდები არ დარჩებოდი ხო თუ ისა ტრანსპორტის ღირებულება მექნება ანუ ტრანსპორტის ფული მექნებოდა და ასე შემდეგ აქედან გამომდინარე მაინც ხაფანგის მსხვერპლი აღმოჩნდი დღეს მგონია რომ იგივე ხაფანგი არის სესხი როდესაც იცი რომ სესხმა შეიძლება ჩაგინაცვლოს შეიძლება იმდენი სესხი აიღო და იმდენი გადასახადები დაიგროვო ყოველთვიურად რომ ხვალ უკვე აღარ გქონდეს ხო ან ვეღარ თვლი როგორ უნდა მართო შენი ფინანსები იგივე ხაფანგი არის ჩემი აზრით ახლა თუ იქ ვიცოდი რომ ვიღაცა მაინც მომცემდა ფულს რომ დღე გამეტარებინა და ესე ვთქვათ საჭმელი მეჭამელი სახლამდე მივსულიყავი ან სამსახურამდე მივსულიყავი ამ შემთხვევაში რაღაც ის იმედი გრჩება ყოველთვის რომელიც გარკვეულწილად იგივე ხაფანგი არის ჩემი აზრით ფინანსურ შეცდომებში აი მანდ ვიტყოდი რომ მანდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო როდესაც ხელფასი რომ მივიღე მანდ უკვე საკრედიტო მენეჯერი ვიყავი და ხელფასზე მეტი ბონუსი მქონდა ყოველთვიურად რა ანუ სესხებთან მიმართებაში ეს ბონუსი ირიცხებდა დღეს შეიცვალა მიდგომა მაგრამ მაშინ ეს იყო ანუ რეალურად ავიღე და ესე რო ვთქვათ რა ანუ ნახევარი თანხა თქვი რომ არ მაქვს 2 კვირა ხო და აქედან კიდევ ერთი მიზანი ავიღე მარტივი მიზანი ავიღე რომ საფულში უნდა წავიდე დასასვენებლად და იმისთვის უნდა შევაგროვო ფული რაც არ უნდა მოხდეს იქ დასასვენებლად უნდა წავიდე და ამ ფულს ერთბაშად არ მომცემე და ის თანხა ავიღე რა თანხაც უნდა შემიგროვებინა ის პერიოდი ავიღე რა პერიოდიც უნდა გამეკეთებინა აქცენტი და ეს ამ ფულის შეგროვება დავიწყე შენ ახლა რაღაც ისეთ სცენარს ყვები რა ჩემ თავზე ყვები პირდაპირ ჩემ თავზე ყვები და ამ შეცდომას გეტყვი რა დაუშვი რა ანუ რეალურად რა თქმა უნდა მოვინდომე რომ საუკეთესო დასვენება მქონოდა ამიტომ დიდი თანხა იყო გადასადები ყოველთვიურად რა თქმა უნდა ავწევდი ხარ გადავდე 8 თვის მაგივრად 6 თვის განმავლობაში 6 თვის თავზე გარკვეული ხარჯი ამომივარდა რომელთან მიმართებაში არანაირი პროგნოზი არ მქონდა რომელიც შემეძლო რომ გამეთვალა ასევე და ამისთვის სრულად მომწია ამ თანხის დახარჯვა და მაინტერესებს თუ საიდუმლო არ არის გითხარი რა ხო ანუ და ორჯერ მეტი ფოლოვერი გვეყოლება მამაჩემის მანქანა დავამტრია მან წაიღო ჩემი დასვენების ფული. ოკეი. ხო და ანუ არ უთხარი, ხო? არა, რა თქმა უნდა. ანუ არა რა თქმა უნდა, კი თუ არა რა თქმა უნდა, არ უთხარი. და ეს და ხო, მე თუ ნუქესთან თუ რა ქვია. ყველაფერი გავაკეთე. არის ხმაროთო ბარბარიზმი. კი, ხო. ყველაფერი გავაკეთე ძალიან მოკლე პერიოდში, ხო. მაგრამ ნუ ხო, მაგას ვერაფერს ვერ უზავ ხა. ხო, მაგრამ ეს არის მოკლევადი. აი ამბავი გითხრა მან, შენ რო ეგ არ გეგროვებინა, ეგ დანაზოგი რო არ ქონდა, რას იზავდი? სესხს ავიღებდი. გამოიწვა შენ. და მოგიწევდა 7 ან თუ რაღაც 5000 ლარი დახარჯი ან 1000 ლარი დახარჯი ან 500 არ აქვს მნიშვნელობა, სესხთან ერთად მოგიწევდა ორჯერ უფრო მეტის დახარჯვა. ხო? ეგ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სესხს აიღებდი. დაამტკიცე რომ დანაზოგის ქონა არის კარგი.
არა, აუცილებელი არის აუცილებელი ხო დაჟე. ქონა ეს იყო მოკლევადიანი პერიოდი, ეს იყოს ესე ვთქვათ, მინიშნება იმისთვის, რომ თუ რაღაც დანაზოგი არ გაქვს, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდე, ისე რომ იქნები არათუ მოუმზადებელი, არამედ არ მინდა ხოლმე გადაჭარბებულად თქვა, მაგრამ ანუ აბსოლუტურად არ გესმის რა უნდა აკეთო რა. ხო, მაგრამ ეხა ეს რო არ გადაგვივიდეს ჩვენი ძალიან ისეთ ლაპარაკში რა, დანაზოგი აუცილებელი. ზღაპრულ ლაპარაკში ხალხს არა აქვს მაგის საშუალება, ანუ საშუალო ხელფასს რო შეხედავ, სტატისტიკას რო შეხედავ, ქუჩაში რო გახვალ, ინფლაციას რო შეხედავ და კიდე ბევრ რამეს რო შეხედავ, ფასებს რო შეხედავ, მიხვდები რომ და ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი და არა მარტო ამ ქვეყანაში ზოგადად რა არის ან ადამიანები რომელსაც არ აქვს მაგის საშუალება და ვერაფერს ვერ შვება რა მიხვდი ანუ მე მაგის ანუ ეგ ხო სინამდვილეა ხო არ ვიგონებ ხა მე რომ არანაირი იმის ბიუჯეტის გაკეთების შანსი არ არსებობს იმდენად ცოტა არის შემოსავალი არაფერი დასაგეგმი არ არის ან არ ვიცი ყოფნის საკვებს და всё ეგ არის მან თავდება ყველაფერი ეგეთიც არსებობს მაგ შემთხვევაში მაგ ადამიანებთან რა გაქვს წამალი ანუ რა უნდა უპასუხო რა არის პასუხი მაგ ადამიანთან რომელიც მოდის და გეუბნება რომ რა ვიცი 1000 ლარი მაქვს შემოსავალი აი ყველაზე შვება ეხლა 1000 ლარი ვერაფერს შეეხავს ხო ყველაზე მტკივნეულ თემას ეხები რომელზეც არათუ პასუხი ერთგვაროვანი არ არის არამედ ან რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ კიდევ ერთხელ ვამბობ რჩევას ვერ მივცემ ფინანსურ რჩევას ვერავის ვერ მივცემ ეხლა შემოსავალი უნდა ფარავდეს თუ არა ყოველთვიურ ხარჯს კი უნდა ფარავდეს მაგრამ ეს გაქვს თუ არა საშუალება რომ გქონდეს ისეთი შემოსავალი რომელიც შენ ყოველთვიურ ხარჯს დაფარავს ეს ცოტა ის არის რა ქვია პირობითი არის რა უნდა ვისწრაფოდეთ არ უნდა ფილოსოფიური კითხვები არის ეხლა ბიჭო არაფერი ფილოსოფიური მაგაში არ არის ხა ცოტა რო გაქვს შემოსავალი და ვერ ზრდი რა არის მან ფილოსოფია გასაგებია მაგრამ მაშინ უნდა შეამცირო ოპტიმიზაცია უნდა გააკეთო ხარჯების ოპტიმიზაცია უნდა გააკეთო ხო ეხლა მოდი ესე ვთქვათ რა ანუ აბსოლუტურად მინიმალური შემოსავალი თუ გაქვს ანუ ისეთი მინიმალური შემოსავალი თუ გაქვს საარსებო მინიმუმს ქვემოთ ხო არა დიდი ბოდიში ეგ მაგაზე ვერ მივცე ვერაფერს ვერ ვიტყვი ხო ანუ მანდაც მოდი ესე ვთქვათ რა ვიღაცასთან ერთად უნდა გააზიარო ხარჯები მაშინ ხო ანუ ვერაფერს ვერ ვიტყვი მანდ ესე ანუ აბსოლუტური ამოცანები ხო არა მაგაზე ვერ ვიტყვი მაგრამ ეს იმიტომ ვახცენე რომ ასეთი რეალობაც გვაქვს და ეს რეალობა არის შორს ხო მაგრამ არიან ადამიანები ვისაც შემოსავალიც არ აქვს ხო ანუ ესეთი ის არის ახლა მანდაც არის მოდი ვისაუბროთ იმასთან მიმართებაში ბიუჯეტირება რა არის ბიუჯეტირების დროს რა შეგვიძლია რომ გავითვალისწინოთ ბანკი რაში შეგიძლია რომ გამოიყენო ამასთან მიმართებაში ანუ სად შეგვიძლია რა ინსტრუმენტები არის იმისთვის რომ ბიუჯეტირება უფრო მარტივი იყოს შენთვის უფრო ხელსაყრელი იყოს და მე ვიტყოდი რომ ანუ პირველად როდესაც ჩემ გერმანელ მეგობარს ვესაუბრე რომელიც მეგობარი გადავიდა გერმანიაში საცხოვრებლად, მისი მეგობარი იყო და აი ამ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში რამდენიმე საკითხზე ისეთ რაღაცას ყვებოდა, რომ ანუ საერთოდ მატერიალიზება ვერ მოახდინა, ანუ ვერ გავიგე რას ამბობდა რა. მაგალითად ამბობდა ესეთ რაღაცას, რომ სახლში რო ნათურების შეუცვალეო და რაღაც სპეციალიზირებული ეკონატურებზე რო გადავედი, ანუ არაჩვეულებრივი ეკონატურები არ და იქაცო რო გამოვხშირე და რაღაც ნახევარი დატვირთვა მივეციო. ამითიო მე გავაკეთეო გერმანელი გეტყვა და მაგას. არა, ხო და ანუ დღეში გავაკეთეო რაღაც ევროცენტებზე იყო საუბარი ამისი ეკონომიაო და ესო 10 წლის განმავლობაშიო და აი მან დავიკავე ძალიან მანიაკობებია. გავიგე, მაგრამ მოდი მატერიალიზება რო გააკეთო, მაგისი შეგიძლია რომ თუ გერმანიაში 10 წლიან პერიოდზე აქვს ორიენტირი, აქ შეგვიძლია რომ მარტივად გავაკეთოთ. საქართველოში არსებობს სხვადასხვა ფასიანი, სხვადასხვა შეთავაზებები ერთგვაროვან პროდუქტზე. სხვადასხვა ფასიანი ვერ გავიგე. მაგალითად, შესაძლებელი არის იყიდო ერთი და იგივე პროდუქტი პრემიუმ შეფუთვით, ან არა პრემიუმ შეფუთვით. შეგიძლია ისადილო
რესტორანში შეგიძლია მაგას რა კავშირი აქვს ბიუჯეტირებასთან? ბიუჯეტირებასთან მიმართებაში. ანუ ბიუჯეტირებასთან მიმართებაში შენ პირველი თუ დაარქმევ ხარჯებს სახელებს, რომ ამის ბანკმა უნდა გამიკეთოს, ალექს. სხვათა შორის შენ ხო იცნობ ბანკის თანამშრომლებს და ხო გადაეცი რა რომ ყველა ბანკმა მინდა რომ დამიხარისხოს წესიერად კომფორტულად ჩემი ხარჯები რომ მე არ მოვისწავლება რომ არ გვიყვარს ჭკუას ხوار დაგარიგებს ბანკი ბენზინი რო ჩავასხიდა რომ დააწეროს რომ ბენზინი ჩაასხიო რა თქმა უნდა მაგას აკეთებს ხო უმეტესობა არაო პირიქით უმეტესობა არ აკეთებს შენ არ ვიცი რომელი ბანკის კლიენტი ხარ მაგრამ მე რომელი ბანკის კლიენტი ვარ ყველა ბანკის კლიენტი ხო და აი ჩამოუარე და ნახე რომელი აკეთებს და რომელი არა ბევრი არ აკეთებს არა მან კიდევ არის რომ სულ 5 წუთი არის საჭირო რომ ის განუსაზღვრელი ხარჯები რაც არის რასაც სახელი არ აქვს იმასაც არა ვაფშე არ არქმევენ სახელებს თქო მაგას გეუნები რა ანუ ბევრი არქმევს და შეგიძლია შეხვიდე და დაათვალიერო მაგრამ ორი არქმევს მოკლედ რა ბევრი არა ორი არქმევს და 22 არ არქმევს რა ვიცი 4 ვიცი მე აი რომ მოჩებით მე ჩუმად ან მომწერ შეიძლება მეტი არის და ვერ ყოველ შემთხვევაში მე რა მინდა იცი რომ აი შევიდე ჩემი ბანკის აპლიკაციაში ფული მან მაგ და დავინახო წინა თვეში რამდენი ფული რაში დავხარჯე და იმის წინა თვეში რამდენი ფული რაში დავხარჯე მე გადავხედო თუ რაღაც შეცდომა იქნება მე თან შევასწორებ აი ეგეთი პრიმიტიულ რაღაცას ვითხოვ და კი დიდ ბანკებს აქვს მაგრამ ყველა სხვასაც მინდა რომ კონდეს თუ არავინ არ იყენებს და მაგას მუდმივად გაწვდის ბანკის შემდეგ როგორ უნდა ეგ არის სამომხმარებლო ქცევაზე რა უნდა შეიცვალოს არავინ არ იყენებს რას ნიშნავს თუ იქნება ხალხი ნელ-ნელა შეეჩვევა აი ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ ამ თემაზე რომ შენი ხარჯებს სახელები დაარქვი კი სახელები ვლაპარაკობთ აქ შეიძლება ვიღაც თავში აზრად არ მოსვლია რა ხო არის რეკომენდაცია პრობლემას სახელს თუ დაარქმევ ნახევარ პრობლემას გადაწყვეტა უკვე რა აი ხა ამ შემთხვევაშიც მე რო შევხედავ რომ ჩემი ხარჯები 50% ყოველთვის ხარჯი პრობლემა არ არის ვიცი 50% მიდის რაღაცაზე არ ვიცი გართობაზე და ჭამასმაზე და ტაშფანდურზე გართობას და ტაშფანდურს მოუკლებ მაგალითად გეუნები რა ხარჯი ბიუჯეტი ხო და კიდე ერთი რაღაც გაითვალისწინებ ბიუჯეტირების ამბავში ან ბიუჯეტირება რანაირი სიტყვაა ვაფშე არავის მოსაწყენი სიტყვაა ანუ რო დავგეგმო რა წინასწარ და განსაზღვრო რაში უნდა დავხარჯო ფული რომ გავიაზრო უბრალოდ ეგ ამბავი წინა პერიოდი შეხედო არის მნიშვნელოვანი რა იმიტომ რომ რაღაცა კი რომ უეჭველი არასწორად დავგეგმო აი ხა რომ მითხრა რამდენ ფულს დავხარჯავ არ ვიცი ივნისში რაღაცებს ჩამოვწერ და არასწორად დავგეგმო უნდა გადავხედო წინა თვეებში როგორ მიდიოდა ხარჯვა და მან ჭირდება ბანკის დახმარება კარგია შენ შეგიძლია უთხრა იმიტომ რომ ყველასთან გაქვს კომუნიკაცია მოდი კარგი რაღაცა ახსენე KP და ტაშფანდური ხო ანუ მოდი მაგას მე დავარქმევდი იმპულსურ გადაწყვეტილებებს რატო ბიჭო KP და ტაშფანდური რანაირად არის იმპულსური ხარჯებია ეხლა რამდენიც არ უნდა თქვა იმპულსური ხარჯი ემოციური ხარჯებია ეს არ არის ისე ვთქვათ მოდი მე ამ დათრობაზე ანუ ხო არის გეგმები ესე ხო ანუ არის რომ კი ხა ტაშფანდური არის ალექს ნაცლობაში რომ მიდიხარ რა და გართობა არის საღამოს ბარში რომ მიდიხარ ეგრეა დეფინიცია შენ ამ დეფინიცია ესე ნორმატიული ლექსიკის განმარტებები გჭირდება ხო მოდი ეს მე რატომ ამბობ რომ იმპულსური გადაწყვეტილებები ანუ ემოციური გადაწყვეტილებები და არის თუ არა ეს შეცდომა და რატომ ვაკეთებთ ხოლმე ამ გადაწყვეტილებას ანუ რატომ მოგვდის ეს გადაწყვეტილება რომელზეც შეიძლება ვინანოთ და უნდა ვინანოთ თუ არ უნდა ვინანოთ მე ეს გადაწყვეტილებები მე მეკითხები რაში გადაიხადე ბოლოს ფული ისეთ რამეში რაში შეგეძლო აი ეხლა შეგეხედა არ გადამეხადა ხო არ გადაგეხადა ისე ტაშფანდურზე არ ლაპარაკო არ ლაპარაკო გას ტაშფანდურზე წეგა ხო თავიდან მაგაზე არ დავიწყეთ ლაპარაკი რომ მე პირადად მე კონკრეტულად ჩემი ამ მაგალითისა რომ უფრო დაკურვებული ვარ მაგ ამბავში რა ანუ და გარკვეულწილად ეგ იმითიც არის განპირობებული რომ რაღაცები დაგეგმილი მაქვს წინასწარ მიხვდი იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც მაქვს ბევრი არ არის მაგრამ რაც არის იმას გეგმა ამიტომ როდესაც გადაწყვეტილების მომენტი დგება აი ტელეფონზე რომ ვლაპარაკობთ წეღა რა შენ ხო მაშინ ძალიან ისეთი ჯუსი შეთავაზება გააძრე და აი მე ვიყავი რა კინაღამ დავიკერე რა ბოლოს ჩემი სისუსტე არის ტექნოლოგიური ხო და შენი სისუსტე ხო არის მთელი ცხოვრება და ანუ აი
განახლება ამ ტექნიკის შემთხვევაში არის. ხო, და ჩემ შემთხვევაშიც არის თუ ყველა ადამიანი ვართ იმპულსური და რაღაც კარგი რაღაცა ფასდაკლება რო წერია -50%. ფასდაკლება რამხელა ხაფანგია. ხო, ძალიან დიდი ხაფანგია. კიდე ერთი ურბანული ლეგენდა გითხრა? ქალაქში არსებობს ეგეთი ჭორი თუ სიმართლე არ ვიცი, რომელიც ამბობს, რომ თურმე მაღაზიები ფასდაკლებების დღეები რო ახლოვდება, ორიგინალურ ძირფას ცვლიან რა. მაღლაწევე? ხო. და მე ფასდაკლების პროცენტს არ ტყავენ და საბოლოო ჯამში შემიდიხარ, გიხარია რომ ფასდაკლება მიიღე, მაგრამ იგივე ფასად ყიდულობ რაღაცას, რა ფასიც ისედაც ქონდა ერთი კვირის წინ. მანდელ სამყაროში მგონია რომ ეგ მითი 1 საათში შეიძლება გავაბადილოთ, იმიტომ რომ ერთი მაინც თუ იქნება, იქ ფოტოებით იქნება და იმითი იქნება. მე მინდა ხავს ეგეთი ფოტოები სადღაც Facebook ჯგუფებში. ხო, მაგრამ ძალიან იშვიათი არის და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაზე წარუმატებელი მარკეტინგული სვლა არის ხოლმე ამა თუ იმ მაგრად ხავს თუილია ფაქტიურად რა. ხო, მაგრამ მანდ ყველაზე ცუც ვიტყვი რა, ეხა მანდ მაგმითთან მიმართებაში უფრო მეტი არის, რომ ფასდაკლება არ არის იმისის წინაპირობა, რომ რაც არ გჭირდება ის იყიდო. ხო, ვაფშე რაც არ გჭირდება ის არ უნდა იყიდო. ხო, მაგრამ მაგარი ფასდაკლება რო აქვს? არ ვიცი. არ გქონია, არ ყოფილიყარ მაგარჩევანის ტექნიკა, რომ ეხა მაგარი ფასდაკლება აქვს. ერთი e-commerce არ ყვებოდით რაღაცა შემოთავაზე მობილური მინდოდა, იმიტომ რომ იაფი იყო, მაგრამ არ გჭირდება საერთოდ. არა, კაცო, რას ლაპარაკობ. ეხა მქონდა ეგეთი გამოცდილება სხვათა შორის, რომ დავიკერე ერთ-ერთ საიტზე რა. რომელზეც დიდი ხანი უწევდი წინააღმდეგობას, ალბათ ყველას ქონია ეგ შემთხვევა და იმ ფასდაკლებაზე დავიკერე, მაგრამ იქ რაღაც რა გაიჩნდა, იცი რომ ფასდაკლებაზე კაი, всё, ვიყიდი რაღაცა ისეთი რაც არ მჭირდებოდა, მაგრამ არ არის ძვირიანი ლაპარაკი, რაღაც 100 ლარზე ლაპარაკი და ვიყიდი მეთქი და ბოლოში რო გავედი, მე უცებ აღმოჩნდა რომ ამ ფასდაკლებამ რო იმუშაოსო კიდე ერთი ნივთი უნდა იყიდო და რაღაცა მე კიდე ერთი ნივთი ბოლოს 3 ნივთი ვიყიდე რა. ხო, ეს არის. ნახე, მან ალბათ კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ ესეთი რაღაცა, რომ არ არსებობს ნივთი, რომელთან მიმართებაშიც ვინმემ შეიძლება რეკომენდაცია მოგცეს, რომ იყიდე ან არ იყიდო. არ არსებობს ფასდაკლება, რომელზეც შეიძლება ვიღაცამ გითხრას, რომ ამ ფასდაკლებაზე უნდა გეყიდა თუ არ უნდა გეყიდა. აქ უფრო მნიშვნელოვანი არის ამ გადაწყვეტილებას რო იღებდი, რითი ხელმძღვანელობდი და ეს არის შენი გადაწყვეტილება და არა ფასდაკლების ნაყიდი. ნუ ეგ არის რომ თუ გჭირდება ან დღეს ან უახლოეს მომავალში ყიდულობ რაღაცით. კი, იმპულსური გადაწყვეტილებებითაც შეგიძლია რომ ბიუჯეტში გაითვალისწინო, რომ აი იმპულსური გადაწყვეტილებებისთვის აი ამდენი ფული მაქვს მე. აი ეს არის რომ ემოციურად როდესაც დავიმუხტები, უნდა წავიდე. ვიღაცები ამბობენ რომ თერაპია არის რაღაცა შოპინგი, ძალიან ბევრი ადამიანის. ხო, ანუ ჩემთვის არ არის რა, მე აი ხო და ვიღაცებისთვის არის ახლა რა მიდიან ტიპები საშოპინგოდ გასართობად კი. სქესის ასაკი არაფერი არ აქვს საერთოდ. ხო, ვიღაცები არის რომელსაც აი შეიძლება მოლში შევიდეს და მთელი დღე გაატაროს იაროს და ხო და აი მე ჩემთვის ეგ ხა ჯოჯოხეთის კარიბჭე არის რა ეს მოლის კარი. აი მოდი რომ მიუბრუნდეთ ფინანსური ინსტრუმენტებს რომ მიუბრუნდეთ რა. ეგ ნაწილი რომ რა მინდოდა გქხა რა გასაგებია რომ შემოსავალი გაქვს, გასაგებია რომ რაღაცა გეგმა უნდა გააკეთო. მე მაგალითად ჩემს გარშემო ადამიანს ვეუბნები რომ არ გაირთულონ ცხოვრება რა რაღაც აპლიკაციებით და იმეებით და კარგია კი თუ მოირგებ შენ გემოზე, მაგრამ ხანდახან პასტა და ფურცელიან უბრალოდ კომპიუტერში ან ტელეფონში რაღაც Excel-ი ფაილი უფრო მარტივია ვიდრე ჩვენ გონია რა. ხო, სინამდვილეში უფრო მარტივია რა. აი Excel-ის ფაილი რაღაც 10 ხარჯით, 10 კატეგორიით რა, ანუ ჭამა, საწვავი, ტრანსპორტი, ტანსაცმელი, დაბადების დღე, არ ვიცი რა. აი ეგ ძალიან კაი დასაწყისია და კიდე ერთი მნიშვნელოვანი რაღაც ჩემი გამოცდილებით. ძალიან ხშირად ხდება ესე რომ ამას ჭირდება დისციპლინა რა, ანუ დისციპლინაში გულისხმობ რომ მობილიზებული უნდა იყო მოკლედ რომ აი რაღაც ფულს შევხარჯო. იხა რო ყვები ხო რაღაცა მომენტში მინდა რომ აღარ მოგისმინო რა. იმიტომ რომ ნერვები შეშლება. არა, ვიტყვი რატო რა. პირველი მთავარი არის რომ დაიწყე იმით რომ მარტივია პასტა ფურცელი. მერე შემოიტანე დისციპლინა. აი დისციპლინა რა არის მაგისი ახსნა დამიწყე. მერე შემოიტანე კიდევ ახალი რაღაცა რომ დისციპლინა რო გამოგიმუშავდეს კიდე ის რა 21 დღე უნდა დააძაბო თავს და
გზავსი არ მithქვია მარტივად ვთქვათ რა არის. დისციპლინა ჭირდება ამ საქმეს თქო და დისციპლინაში და მობილიზებაში შეიძლება ხელი შეგეშალოს და რაღაც მომენტები ისეთ ადგილს რომ არ გამოგივიდეს ეს და არ არის პრობლემა, არ უნდა დაიკიდა და ხშირად უნდა მიუბრუნდე. აი ეს არის და ეს. მაგის თქმა მინდოდა რა რომ თუნდაც პასტა და ფურცელი და Excel-ში გაკეთებული დაგეგმილი რაღაც ერთი თვის ხარჯები ან ორი თვის ხარჯები ერთი კვირის უკვე დიდი საქმეა. აი ეს მინდოდა მე თქო. დისციპლინა და დანარჩენი ყველაფერი რაც შენ ხა მოყვები ეგ ზღაპარია, ანუ მაგარი არ მithქვია მე. არა, ვიცი და ანუ სიტყვები განსაზღვრავენ ხოლმე რამდენად ანუ დისციპლინა ჭირდება ხა როგორც იმას ჭირდება დისციპლინა რა ქვია დიეტას. არა, დიეტასაც ჭირდება დისციპლინა. მე მგონი ესე ცოტა ისეთ ალეგორიულ შედარებას გავაკეთებ რა, ანუ ცხოვრებაში ბევრ რაღაცას ვიწყებთ мотивაციით, ანუ რაღაცა мотивация გვიჩნდება, რომ რატო უნდა გავაკეთო აი ეს რაღაც мотивация არის და შემდეგ ეს мотивация უნდა გარდავქმნათ დისციპლინაში. იმიტომ რომ мотивациას ძალიან ისეთი სიხშირე აქვს ხოლმე რა ხშირად мотивация ხრება იმ ადგილას სადაც არ ელოდები საერთოდ. კი და საკმაოდ იმიტომ რომ იღლები, უბრალოდ იღლები. აი ეს ძალიან ნერვების მომშლელი პროცესია რა წეღაში. არ გიხარია. мотивация ყოველთვის უნდა გადავაქციოთ ხოლმე ნებისმიერ საქმესთან მიმართებაში. ჩვევა დისციპლინა არის ჩვეულებრივი ჩვევა ადამიანს რაღაცას ქმედება რომ ჩვევაში გადაუვიდეს. რა კარგი 21 დღეს ამბობენ რომ ჩვევაში რომ ჩვევათ რომ ანუ მარტივად რო იყოს. ხო, ანუ ხო 21 ძალიან ცოტაა, მაგრამ რამდენიმე თვე რა. ანუ 21 დღე თუ ყოველდღიურად აკეთებ ერთი და იგივე რაღაცას გადადისო ჩვევაში. იცი როგორ რაღაც არის ძალიან რთული არის რა, ყოველთვის ამ ჩვევიდან ამოვარდნა რთული. კიდე ერთ რაღაც დავამატებდი ამ ნაწილს რა, იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის საინტერესო თემა. თუ ეს ეხლა მოკლედ ძალიან პოპულარული გახდა ეს AI ინსტრუმენტები. ChatGPT-ები და Claude-ები და ასე შემდეგ ვირას იყენებს, ხო? ანუ შენ შეგიძლია ჩამოყარო შენი რაღაცები, მე კითხო რომ რამდენად სწორად ვაკეთებ. მე ასევე არ არის ეს ფინანსური რჩევა აქვე ფინანსად ვთქვათ, მაგრამ და ისიც ვერ მოგცემს სრულ ფასოვან ფინანსს. ხო, და პირველი მაგას გეტყვის რომ ფინანსურ რჩევას არ გაძლევა, მაგრამ რას ვამბობ, იცი რომ აი ადამიანებს ვინც ამას აკეთებენ ChatGPT-ებს და AI ინსტრუმენტებს იყენებენ, ურჩევდი რომ ეს პირადი ფინანსების მართვაზეც დალაპარაკებენ, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად შეგიძლია გამოიყენო დაგეგმის პროცესშიც და ხარჯების ანალიზის პროცესშიც. აი ეს დისციპლინა და დაზარების მომენტი რაც გვაქვს, აი ხა მაგალითად შეგიძლია ამ ინსტრუმენტებით ჩაანაცვლო რა, მე ვცადე, გავტესტე და მართლა კარგად მუშაობს. მეცაც გეტყვი რაღაცა სიტუაციებში ხარჯებს სახელი დავარქვათო, წეგ არ ვამბობდი. მაგაში შეგიძლია გამოიყენო. ანუ შენ შეგიძლია უთხრა რომ აი ეს ჩემი მთელი ტრანზაქციები ერთი წლის და დამიხარისხე რაღაც კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ამონაწერი რო ჩაუყდო? კი. ნუ ეგ შენი გადაწყვეტილება გინდა თუ არ გინდა. აქვე გადავალ კიდევ ერთ საკითხზე რა, ეს мотивация ჩვევა, ესე რო ვთქვათ, იძულებითი ხარჯები, მე მომიწია ხარჯები და გადაწყვეტილებები. და ამ ყველაფერთან ერთად ფინანსური ეგო არის კიდევ შემდეგი ნაწილი. ფინანსური ეგო არის რომ მე ამაში ისე მაგრად ვერ ყვევი, ჩემ ფინანსებში ისე მაგრად ვერ ყვევი და ისეთი მაგარი გათვითცნობიერებული ვარ, რომ მე შეცდომა არ მომივა. ერთი და მეორე ნაწილი არის რომ რა თქმა უნდა ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ რა. ანუ მე მგონი ეხლა მე მაგაზე თავს ვერ დავდებ, არ ვიცი. ანუ ვინ არიან ეგეთი? უმთავრესი არის რომ ყველაფერზე კითხვა დავსვათ რა. ანუ ყველა ჩვენ ქცევასთან მიმართებაში, როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ხო? ანუ რაღაცაში თუ გვეპარება ეჭვი, ჩვენ გადაწყვეტილებაში, სხვის რეკომენდაციაში, მათ შორის AI-ის რეკომენდაციაში კითხვები დავსვათ. ანუ ყოველთვის უნდა დავსვათ რა. და მეორე არის რა, ანუ სიზუსტე იგივე აი ამას შენ გეგმო ხოლმე ისე ბიუჯეტი რო არ დავგეგმო, ცოტა გამიჭირდებოდა. ხო. და რას იყენებ, რა ინსტრუმენტს იყენებ? ხო, კი, რამდენიმე ინსტრუმენტს ვიყენებ რა. რამდენიმეს და რამდენიმეს ვიყენებ, იქიდან გამომდინარე რომ არის ფიქსირებული ხარჯები, რომელიც ჩემგან დამოუკიდებლად არსებობენ ცხოვრებაში, ხო, სესხი, რაღაც კომუნალური რაღაცები, ხო? ანუ ისინი არსებობენ და ამ ფორმატით ძალიან მარტივად მართლა პასტა და ფურცელი გამოგადა. ანუ პასტა და ფურცელი დღეს ჩაანაცვლო მობილურმა და იქ მაქვს ეს აღრიცხული. კი ბატონო.
მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ხარჯების ნაწილი, რომელიც შესაძლებელია გაჩნდეს, შესაძლებელია არ გაჩნდეს რა. იმპულსური ხარჯები, ემოციური ხარჯები და ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ის გადაწყვეტილებები რა Excel-ს იყენებ, ბლოკნოტი, მობილური. ანუ ჩაშლილი მაქვს რა. ან სხვადასხვა ადგილას გეგმა? კი, ერთი ნაწილი არის როგორც გითხარ, ფიქსირებული ხარჯები აკლდება ჩემ შემოსავალს და მე ეს ცვლადი ხარჯებზე მუდმივად AI-სთან ვკამათობთ ხოლმე რომ რამდენად უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი ეგოები ამ ხარჯებით რა. და დანაზოგის ნაწილი ხა 30%-იანი დანაზოგი არასდროს ცხოვრებაში არ გამიკეთებია, ვერ ვაკეთებდი ხოლმე. თუ ეს დანაზოგი არ იყო, აი როგორც მოგიყევი მოკლევადიანი რა, როცა აი კონკრეტულ თარიღამდე უნდა შემეგროვებინა რაღაცა თანხა. მაგრამ ისე აი ამ დანაზოგთან მიმართებაში დღეს უყურებ ხოლმე ჩემს საპენსიო დანაზოგს და ასევე საპენსიო დანაზოგი რო არსებობს ბავშვი არც მახსოვს საერთოდ. ანუ ყოველთვიურად ჩემი შემოსავლის 10%-ს ხო რომელიც ხანდახან 7% შეიძლება იყოს, მაგრამ იმის ქვემოთ არ არის ხოლმე, ზუსტად ვიცი რომ გრძელვადიან ინვესტიციაში გადამაქვს რა, ლიკვიდურში, მაგრამ გრძელვადიან ინვესტიციაში გადამაქვს. საპენსიოს არ გულისხმობ, ხო? არა. ჯერ ოჯახის შემოსავლის 7% არა, მაგრამ ჩემი შემოსავლის 7-დან 10%-მდე ყოველთვიურად ვცდილობ ხოლმე რომ გადავიტანო ყოველთვის მისაბაძი პიროვნება იყავი და ხო, შენ წაკეთებ დანაზოგებს და ხო. არა, ძმაო, რა დანაზოგს ახლა მოდი წამოვყოთ რა. ანუ კარგი მიგნება იყო რომ თქვი რომ ხშირად შემოსავლები არის იმდენად მცირე რომ რაღაცა გარკვეული რეკომენდაციები რომელიც შეიძლება მისცე მომხმარებელს ძალიან არარელევანტური იყოს ახლა Netflix-ი და HBO თუ გამოწერილი და მოდი ერთ-ერთი გააუქმე რომ ერთზე გადმოწეს თუ ყოველდღე. ხო, ანუ ეს ნაწილი ამ ნაწილი ხო ყავას მაინც და მაინც ზვირიანს ნუ იყიდი დღის განმავლობაში და ასე შემდეგ ხო შესაძლებელია ძალიან ის შეჟღერდეს რა ანუ აი რაღაცა ისეთი ძალიან არარელევანტურად ძალიან ბევრი ადამიანის მაგას ვამბობ ხა არის სიტუაცია რა ქვეყანაში მაგრამ ეს შეგიძლია რომ ტრანსფორმირება გააკეთო რა ამასთან მიმართებაში რომ ანუ სად მიდის შენი ფული ყველაზე მეტად ანუ მე რასაც ვამბობდი რა ფიქსირებული ხარჯები არის რომელსაც ვერაფერს ვერ უშვები რა ანუ მართლა ვერაფერს ვერ უშვები ხსესხის ყოველთვიური გადასახდელი ვიცი რამდენი არის და ნუ აი ვერაფერს ვერ უშვები რა ამას რა ანუ ვიცი რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ეს ხარჯი მექნება ან ქირა, ან რაღაცა ესეთი რაღაცა. ის არის ფიქსირებული და იმას ვერ ცვლი. მაგრამ აქეთ მხარეს აი კომუნალურებთან მიმართებაში რო ვთქვით. ანუ კომუნალურებთან მიმართებაში მაგალითად არსებობს რაღაცა გადაწყვეტილებები რა. რა გადაწყვეტილებები? მაგალითად დენის გადასახადია, მაგრამ შიგნით როგორ გააკეთო ეკონომია რა. ანუ როდის ხარჯავ დენს უფრო მეტად? ღამე ღამე არა მოდი ესე ვთქვათ ზამთარში ხო ნუ როცა გაზ და დენს ხარჯავ უფრო მეტს ვიდრე ზაფხულში მან შეგიძლია რომ გარკვეული გადაწყვეტილებები გააკეთო ეს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მინიმალური გადაწყვეტილებები მაგალითად იყიდო ეკონომიური ისტორიას რო გავანი მან ვერ მოხვდები ხა რა ეკონომიური მაგალითად ეკონომიური გამოთქმელი, ეკონომიური მაცივარი, ეკონომიური მაგრამ ეგ არის ახლა არა, რას ნიშნავს სხვა ეკონომნატურები? ან მიყენია ისაც ეკონომნატურები, მაგრამ მაინც ეკონომნატურები იმიტომ გიყენია, რომ აღარ იყიდება სხვა ნატურები. სხვა ნატურები აღარ იყიდება და იმიტომ ძველებული ნატურები აღარ არსებობს. ანუ არ ვიცი, ძალიან უნდა ეძებო, რომ იყო ერთხელ მომიწია ყიდვა და რაღაც კონკრეტულ ადგილას მივედი რომ მე რა ჩვენ მაყურებლებს თხოვო, რომ კომენტარებში დაგვიწერონ სადმე თუ იშოვება ის ნატურები რა. არა, მე მგონია რომ ეს თემა არის, ამოუწურავი თემა არის. კი ბატონო. და მაგალითად მიმართებაში ხშირად გვაქვს ხოლმე ესეთი ცდუნება, რომ ვიწერთ რაღაცებს, აი მათ შორის ახლა Netflix-ი და HBO ხო ნუ ძალიან გავიქეცი, მაგრამ არის ხანდახან ალტერნატიული გადაწყვეტები. ახლა მობილურ ტელეფონზე ვისაუბრეთ უამრავი და მაგალითისთვის რო ვთქვათ რა, ანუ cloud-ის მომსახურება. რომელი cloud-ის? რომელი და ტელეფონში რო ატვირთული გაქვს cloud-ზე ბექაპები და სურათები და ასე შემდეგ, ხო?
ესეც ყოველთვიური გამოწერის ნაწილი არის რა. აუ, subscription-ები მაგრად ეხავს. ხო და ანუ მაგასაც გადასახედი არის, ხო? ანუ იქ ოპტიმიზაცია შეგიძლია, ხო, ოპტიმიზაცია შეგიძლია რაღაცეების და ერთ ჯაჭვში მოქცევა. როგორც თქვი ახლა რომ რა ხარჯი გაქვს ყველაზე მეტი. ანუ აქ ვიღებ ხოლმე რეკომენდაციებს რა. ემოციურ ხარჯებთან მიმართებაში ეს არის დისციპლინა. მაგრამ არის კიდევ ბევრი ნაწილი, რომელთან მიმართებაში ჩვენ ოპტიმიზაცია შეგვიძლია და გერმანელის ისტორია, რომელიც 20 ცენტი დღეში 10 წელზე გადაანგარიშებული აქვს, ხო, კი, გასაგებია, რომ ძალიან ჰიპოთეტურად, მაგრამ 20 ცენტებით შეგიძლია რომ რაღაცა ეკონომია გააკეთო, ანუ კონკრეტული ეკონომია გააკეთო, რომელთან მიმართებაშიც შენი ბიუჯეტი გეყოს შენ ხარჯებზე. და მაგასთან მიმართებაში თვლადია ეს ყველაფერი რა. ხო, მაგალითად თუ შენ მაცივარი რაც ახსენე რა. ძველი მაცივარი უნდა შეცვალო თუ არა ახალი მაცივრით, რომელსაც AA+ ხარჯვითი ნაწილი ეკოლოგიასაც ხელს უწყობს და ასევე ხარჯასაც გიმცირებს. რამდენად ეკონომიური არის მაგას თუ დაიანგარიშებს, შესაძლებელია გიღირდეს, რომ ინვესტიცია გააკეთო. იცი რა მაინტერესებს? აი ამ ჩვენ ქართულ ბანკებს ხო ძალიან advanced ისინი აქვს რა, mobile აპლიკაციები, სუჯილდოებს ვიღებთ და ამ შემდეგ და ვადასტურებ მაგას და თან ჩემ პატივისცემასაც. რა ბიუჯეტირების ბაში რომ დამეხმაროს ეგეთი ინსტრუმენტები არა აქვს? აი მანდა არის ხარჯები რომ გამიანალიზოს და პიქვე რომ დამაგეგმოს. ძალიან რთულ საკითხთან მიმართებაში შევდივართ, ანუ იმ დისციპლინაში შევდივართ, რომელ დისციპლინასთან მიმართებაშიც, მოდი ესე ვთქვათ რა. 2018 წელს საქართველოში შემოვიდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპები. რომელთან მიმართებაშიც აუკრძალეს ბანკებს გარკვეული სესხების გაცემა და არა მარტო ბანკებს. მაგის მერე მოხდა ტრანსფორმაცია, იქ ონლაინ სესხები გაქრა, რაღაცები, ანუ მკვეთრად შეიცვალა მიდგომები. ოღონდ ეს ძალიან ნახევარი საქართველოს შავსიაში მოხდა, ხო? ხო, ეს ძალიან ხისტი მიდგომა იყო რა. ანუ კონკრეტულად მოდი ეს ვთქვათ, რომ მარეგულირებელმა სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ აი ვიღაცეებს სესხი არ მიცეთ. მაგრამ ეგ რანაირად მოდის კავშირში ჩემ კითხვასთან, ხო. ჩამოვალ, მაგამდე ჩამოვალ, ხო, რთულად ჟღერს, მაგრამ მინდა რომ ძალიან კარგად ავხსნა. თუ მომხმარებლების გაუთვითცნობიერებელი ქმედებები, მაგალითად, ბევრი სესხის აღება და ხო, ზუსტად გესმის, რომ ანუ ბევრი სესხის მოთხოვნა, როდესაც იყო და ბანკებმა არ მიაწოდეს ეს სესხი, წავიდნენ და ონლაინ გამსესხებლები გაჩნდნენ და დღესაც პრობლემაა მსოფლიოსთვის. საქართველოში შეიძლება 1000%-იანი სესხი არ იყოს პრობლემა, მაგრამ ქვეყნები არის, სადაც პრობლემა არის ეს. ისევ კლავინდებურად რჩება ეს პრობლემა. ანუ თუ ერთი ადგილიდან ვერ მიიღებ ამ არ იქნება ერთი წყარო, მეორე გაჩნდება, მესამე გაჩნდება და მიაწვდიან რა. ანუ თუ მოთხოვნა იარსებებს, სახელმწიფოს მოუწია რომ ჩაერიოს. იმას ჩემ კითხვასთან ეგ მითხარი. კი. ყველაფერთან ერთად თუ მომხმარებლები არ მოინდომებენ, რომ ანუ თვითონაც იმუშაონ თავის თავზე ამასთან მიმართებაში, სადღაც აღმოჩნდება, რომ სახელმწიფო ჩაერევა ხოლმე და სისტემურ რისკებს დაგირეგულირებს და აგიკრძალავს სესხის აღებას რა. ეგ კაი. ეხლა რას ვკითხულობ, რომ ეს წერა რომ ლაპარაკობთ Excel-ით გავაკეთოთ და ფურცლით დავწეროთ და ის რამე ბარემ ტელეფონები გვიჭირავს ხელში თქო და ბანკის აპლიკაცია არ არის თქო ბანკში რომელიმე ბანკში რომ გაგვიკეთონ თქო? კი, მაგრამ მაგას რომ მოგაწვდის. ხო. და თქვათ ისეთი გადაწყვეტილება არ არის რომელიც შენ მოგწონს. ხო. ან თუნდაც ახლა ყველას გვეშლება. ის რომ პროსტა ჩამაწერინოს და მე დამითვალოს რა რაღაც ის გითვლის მაგას ხო? გეგმას ხო არ ვაკეთებ და დამაგეგმინოს თქო რა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი აპლიკაციები არსებობს. თვითონ რომ დაგაგეგმინოს, მე მგონია რომ არ იქნება რელევანტური რაღაცა ბანკმაც ჭკუა და გასწავლოს. შეიძლება კარგი იყოს, კი, შეიძლება. მგონია რომ ანუ ყველაფერი ერთ ადგილას თუ გექნება რაღაცა ის არ უნდა გაჩნდეს რა. ანუ იმასავით რო არის თუ იცი ასტროლოგიასთან მიმართებაში რა. ანუ ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა, ხო? ანუ ესეთი ნაწილია, მაგრამ მე რო გადაიქცევა ხოლმე რომ ასტროლოგია უცბად გადაიქცევა აპლიკაციად, რომელიც დღეს გიგეგმავს. ხო, ის ტარო და ანუ უმაგისოდ მე რო ვეღარ ყავაში იმკითხავია.
ხო და ანუ რაღაც ადგილას უნდა შეწყდეს. ერთხელ ყავაში მივიდა რომ მე პოდკასტ ჩავწერდი შენთან ერთად სხვადასხვა. და აი ახსრულდა. ძალიან ზღობ. ამას მე იმას ვამბობ რა, ანუ რეალურად არ შეიძლება ერთი ადგილი აღმოჩნდეს შენი ცხოვრების განსაზღვრელი რა. ანუ ერთი წერტილიდან ყველაფერი რომ კი თუ ინფორმაცია არის, ამ ინფორმაციის დამუშავება და მოწოდება კარგი არის და კარგი ინსტრუმენტი არის და ეს ინსტრუმენტი ზოგან არსებობს, მაგრამ კარგია თუ არსებობს ეს ინსტრუმენტი, მაგრამ მეორე ნაწილი რომ ეხა ყოველდღიური რეკომენდაციები მოგცეს ხოლმე და ეხა ყავის გადასახდელად რო და დააწვედა Google Pay, რა ქვია, Google Wallet-მა. იმას რა ქვია, კივილი დაიწყო, რომ ყავა ძვირი ღირდა და არ გადაიხადო, ხო, არ უკვე ანუ რაღაცა შენ გამითხარი, სესხის პროცენტები მალე დაიკლებს? სესხის პროცენტები არ გაიზრდება იმედი მაქვს წლის ბოლომდე, იქიდან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაიზარდა, ანუ ფულის ფასი იზრდება, არა მარტო ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში, დოლარში და ევროშიც არ მცირდება და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რისკები იზრდება რა ისევ რა, ანუ რეგიონთან მიმართებაში ანუ არ დაიკლებს. ხო, ანუ წლის ბოლომდე არ უნდა ველოდოთ, რომ დაიკლებს საპროცენტო განაკვეთები. მაგრამ მეორე ნაწილი არის, რომ ვისაც დანაზოგი აქვს, შეიძლება უფრო კარგად განათავსოს ეს ფული, უფრო მაღალ პროცენტში. ჩემიც მახარია. დანაზოგია. გასაგებია, ძალიან საინტერესო ამბავი არის რა ეს პირადი ფინანსების მართვა და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე გულწრფელად მომიყევი შენი პირადი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. სულ მაინტერესებდა და ვერ გეკითხები. მე? ხო. იმიტომ ცოტა შემოსავალი მაქვს. რამდენი შემოსავალი არის, რომელიც ცოტა არ არის და ნიშნავს იმას, რომ შენი შემოსავალი რო იზრდება. არის ჩემ ცხოვრებაში რა. შენი შემოსავალი რო იზრდება, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად არა, დაბრუნების ნაწილი გაგეცდება. მით უფრო მეტ ხარჯავ რა, ეგ პრობლემა მაქვს მართლა გულწრფელად. და სად არის ეს? სად ჩდება ეს, რაც უფრო მეტი შემოსავალი გაქვს, უფრო მეტს რო ხარჯავ? დღესაც არის ნაწილი, რომ ჩემს მეგობრებთან, ჩემს ოჯახის წევრებთან. ხო, ანუ ბიუჯეტის რომელი ნაწილი გეზრდება ხოლმე? ყველაფერი ცოტა, ხო. ამას ემატება ინფლაცია, ხო? ამას ემატება ინფლაცია, ხო. არა მარტო საქართველოში, მსოფლიოში, ხო. ამას ემატება სტატუსი, ეგო ჩვენი, ხო, რაღაცა შემოსავლები. პატარა ეგო მაქვს. ბოლოს როდის გამოცვალე მანქანა? ვაფშე აღარ მყავს მანქანა, ხო ისი. საერთოდ არ მყავს მანქანა. რა გამოცვა? ანუ ერთი მანქანა ყავდა 12 წელი. გახსოვს შეც, ხო ის მანქანა 12 წელი დავდიოდი ხალხო ერთი და იგივე მანქანით. ბოლოს აი ეს რომ მანქანა მითხრა რომ გამასვენეო რა. და ესე გავასვენე ეს მანქანა. ინსპერ მანქანა. მოდი, ფინანსური რჩევებიდან რომ გავიწიოთ, ხო, არ გამიგება რა. რომ გავიწიოთ, ყველაზე კარგი მოდი ჩამოყალიბდეთ მარტივად 10 რჩევაზე, რომ რა რჩევა შეგვიძლია მივცეთ, რითიც ჩვენ ხელმძღვანელობთ და მიგვაჩნია რომ შეიძლება მათაც გამოადგეთ. თქვენი ხარჯების უდიდესი ნაწილი დღეს უკვე მგონია რომ ანგარიშიდან მიდის და ძალიან მარტივი გასაკონტროლებელი არის რა ხარჯებს, ხო. ანუ ამონაწერი რომ ამოიღოთ 70% პირდაპირ იტყვით რა ხარჯები იყო რა, ანუ რა სახელი ერქვა რა. ხო, თუ ანგარიშიდან ხარჯავთ. ანუ აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია რომ წინა პერიოდის 1 თვის, 2 თვის, 3 თვის ხარჯებს სახელები დავარქვათ. რა და რაღაცა ჯგუფებში ჩამოვაყალიბოთ. რაც მოგცემს საშუალებას შემდეგი თვის ხარჯებისთვის გამოვიყენოთ წინა ინფორმაცია. ხო, ერთი სამუშაო იქნება, ერთჯერადი სამუშაო იქნება და ამის მერე შესაძლებელია რომ ვაკეთოთ პროგნოზი, რაში დავხარჯავთ ამ თანხას. მეორე რჩევა აქვე შემიძლია რა, შეგვიძლია განსაზღვროთ ყველაზე დიდი ხარჯები რაში გქონდა და რამდენად შეგვიძლია რომ ეს ხარჯები შევცვალოთ. ოკეი.
ხო, ანუ აქ კონკრეტული რჩევა არ არის, რომ აი ეს ხარჯი არის ყველაზე დიდი და ეს შეცვალე, ხო? ანუ რომელი ხარჯები იყო ყველაზე დიდი, რომელსაც სახელი დავარქვით რა, აი ამ ჯგუფს დავარქვით სახელი და ეს იყო ყველაზე დიდი, შიგნით ჩავედით და შიგნით შეგვიძლია რომ კორექტირება განვიცადოთ თუ არა. კი ბატონო. მათ შორის ვიტყოდი რომ ეს ემოციური ხარჯები რა, ანუ იმპულსური ხარჯები რაც არის, მანდ შეიძლება თქვა რომ კი შემიძლია, ან არ შემიძლია რა, ეხლა. კი ბატონო. ხო, მარტივი სათქმელია ხოლმე, დიეტასავით მარტივი სათქმელია, რომ თუ მოწევას თავს დაანებებ, ხარჯი აღარ გექნება მოწევასში. ხო, ანუ თუ ალკოჰოლს აღარ დალევ, მაშინ ხარჯი აღარ გექნება ალკოჰოლზე, ხო? ეს ახლა მარტივად სათქმელია, მაგრამ რეალიზებადი თითქმის არ არის, ხო? შენ თქვი შემდეგი ხარ. რჩევა? კი, რჩევა. აი მარტივი ფინანსურ რჩევებს არ ვიძლევით თქო. ფინანსური რჩევა არ არის ეს რა. ეს ხო არ არის, ამაში დახარჯე, ამაში არ დახარჯე, არ არის რა. ჩემი ამბავი არის ეგეთი რა, რომ ჩემი ერთადერთი ესე ვთქვა, ძალიან გულწრფელი რჩევა არის, რომ ამ საკითხს დრო უნდა დაუთმონ რა და ვიცი ადამიანები რომლებიც უთმობენ ამას დროს და ძალიან კარგად გამოსდით და მათგან მე ბევრი რაღაც ვისწავლე, ვიცი ადამიანები ვინც არ უთმობენ ამას. აი თვეში 1-2 საათის დახარჯვა ძალიან ბევრ რაღაცას ინფორმაციას მისცემ, აი წეღა შერასველი. ზოგადი რომ არ თქვათ, აი და ჯექი და გაიდაუთმოდ რომ არ ვიცი ჯადოქრობა მგონია. რაში ვხარჯავ ფულს? მაგაზე ვილაპარაკეთ, ხო? ანუ რაში დავხარჯე ფული წარსულში და რაში უნდა დავხარჯე ფული, რაში გეგმა მაქვს მომავალში. აი ამაზე 1 საათი უნდა დახარჯო ყოველ თვე. ძალიან მაგარი რაღაცა იყო, რაღაცაზე ვლაპარაკობდით და როგორ უნდა გამოვიყენოთ AI, ანუ ხელოვნური ინტელექტი, რომ უფრო ოპტიმალური იყოს მისი გამოყენება ჩვენთვის. და ამაზე რაღაცა ადგილას ვსჯელობთ და ჩემმა მეგობარმა თქვა რომ ანუ ყველაზე მაგარი ადგილიო სადაც შეგიძლია მაგი იკითხო არისო ხელოვნური ინტელექტი. ანუ როგორ უნდა დავგეგმო ანუ ყველაზე კარგად გამოყენებადი ხელოვნური ინტელექტი არის რომ ინფორმაციული ბაზა აქვს შეგროვებული და რაღაც ადგილებიდან პირდაპირ შეგიგროვებს ამ ინფორმაციას და მოგაწვდის. ან როგორ გავაკეთო, აი ეს კითხვები არის ყველაზე მარტივად დასასმელი უფასო ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც ყველაზე მგონია რომ ყველაზე კარგ პასუხებს ყველა ენაზე მოგცემს რაც კი არსებობს. მათ შორის ქართული. კი, ანუ რეალურად არის რომ დავფიქრდეთ და ცოტა მეტი დრო დავხარჯოთ, რომ გავიგოთ რას ვაკეთებთ. დიახ, ზუსტად. კი. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ კიდევ შემდეგი ნაწილი არის, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ყველა ჩვენ ხარჯს დავარქვათ გადაწყვეტილებები. ხო. და გადაწყვეტილებას, სახელს დავარქვით და არა ვალდებულებები და არა ასე შემდეგ რა. კი ბატონო. როგორც კი ის გადაწყვეტილება გახდება, ჩვენივე გადაწყვეტილება გახდება, იქვე უკვე მარტივად მანიპულირებთ ოპტიმიზაციაზე, გვინდა, არ გვინდაზე, მივიღებდით, არ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და ასე შემდეგ. 5 რჩევამდე ავედით, 10-მდე უნდა. აი კიდე მოვიფიქრებ ხა რა და შემდეგზე წერილობით წარმოვადგე. არა, მართლა არ ვიცი ხა ამაზე მეც ანუ ეგრე მარტივად არ არის სალაპარაკო რა. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ფინანსებთან მიმართებაში არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ვიცით რას ვაკეთებთ. იმიტომ რომ კითხვები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელი კითხვებიც გვიჩდება და ამ კითხვებთან მიმართებაში თუ მარტო ვერ ვართმევთ თავს, რომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება თუ არ უნდა მივიღოთ, მაგალითად ავტომანქანა რომ მკითხე რა. ანუ ყავს ავტომანქანა, რომელიც წვავს ბევრ ბენზინს. გადადი ელექტროს. ხო, ანუ ელექტროზე უნდა გადახვიდე, ჰიბრიდზე უნდა გადახვიდე, საერთოდ არ გადახვიდე ავტომანქანაზე თუ რა უნდა გააკეთო და თუ კითხვა გაგიჩნდა, ეს იმაზე არ არის საუბარი ხე. მოდი ისიც ვთქვა რა, რაღაცა ემოციური გადაწყვეტილებები არის, რომელიც აკმაყოფილებს ჩემ დღევანდელ მდგომარეობას და მინდა რომ ესე იყოს რა. და მაქვს ამისი საშუალება რომ ვაკეთო ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე არის რომ ამ გადაწყვეტილების წინაშე რო დგები და ვერ იღებ მარტო გადაწყვეტილებას. აქ შეგვიძლია რომ უბრალოდ კითხვები დასვა, არა ის რომ რა გადაწყვეტილება მივიღო, არამედ რას მომცემს, რა ხარჯ შემიმცირებს, ღირს თუ არ ღირს, სესხის იმიტომ რომ ვიცით ხო რომ ანუ ჰიბრიდი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ბენზინის ძრავიანი და ასე შემდეგ რა და ანუ ეს ყველაფერი კითხვები არის, რომელიც შეგვიძლია დავსვათ. კი ბატონო. კიდევ რა ნაწილი არის?
მე მგონი საკმარისია დღეისათვის. გულწრფელად რო გითხრა. ანუ მე მგონი ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ, დავფარეთ. ისევ სულ მუდმივად გონდებით ხოლმე ცნობიერების ამაღლებაზე. აი, მან დავარმეთ. ძალიან კარგი ნაწილი არის, რომ თუ გვინდა რომ მივიღოთ ერთგვარად ჩვენთვის გამართლებული სწორი გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ ეს ცალსახად სისწორე ცოტა გითხვის ნიშნის ქვეშ დგება ხოლმე. ჩვენთვის ჩვენ რო კმაყოფილები ვიყოთ ის გადაწყვეტილებები, მუდმივად უნდა ვეცადოთ რომ განვითარდეთ, ინფორმაცია მივიღოთ და რაც გვაინტერესებს და რაც იღებს ჩვენ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ღირებულებას, ანუ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ცხოვრების ხარისხზე და ასე შემდეგ, იმაში ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მივიღოთ და ამასთან მიმართებაში ცოტა უფრო მეტად მივიღოთ ხოლმე გადაწყვეტილებები. რა გვჭირდება, რაზე შეგვიძლია უარის თქმა, ამ გადაწყვეტილებებს ძალიან მარტივად მოვერევით, იმიტომ რომ მე მგონია რომ აი აქ ეხლა, როდესაც ვსაუბრობთ, ხო? ეხლა რომ ვსაუბრობდი, სამი რაღაცა გამახსენდა, რომელიც შემიძლია რომ დავაოპტიმიზირო რა. კითხავ ვიცოდე შემდეგზე. კი, არა. კარგი, მადლობა. მადლობა დღევანდელი დღის. ძალიან გამიხარდა შენთან ლაპარაკი. დიდი მადლობა.